მოკლედ ჩვენი სტუმარია ბატონი ოთარ ყარალაშვილი, გამომცემელი, თარგმნელი. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი და თუ რასთან დაკავშირებით არის ბატონი ოთარი ჩვენი სტუმარი, აი ამის შესახებ უკვე ვისაუბრებთ, ეს უკავშირდება უკრაინას და ბოლო დროს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და უკრაინის სწრაფოს ევროპისკენ. და ასევე ჩვენი ქართველების გამოხმაურებას და ანუ კავშირს აი ამ თემასთან დაკავშირებით რაღაცნაირად წარვადგინა ეს თემა, მაგრამ მოდი თქვენ უკეთ გამოგივათ, იმიტომ რომ ბატონი ოთარი არის იმ აქციების თქვა ორგანიზატორი, იდეის ავტორი, რომლებიც საქართველოში იმართება პარალელურ რეჟიმში. არა ვარ იდეის ავტორი, ორგანიზატორი კი. იდეის ავტორი იყო დევი ბერძენიშვილი. სიტუაცია იყო ესეთი, რომ მე ვიყავი რაღაც დიდი სემინარი იყო მთელი საბჭოთა კავშირის ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხი იყო იქა და მათ შორის ძალიან კარგი ჯგუფი იყო უკრაინელების, ეს იყვნენ მუზეუმის თანამშრომლები, კურატორები, ხელოვანები ყაზახეთიდან, ბელორუსიდან, უზბეკეთიდან, რუსეთიდან, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. და ძალიან ინტენსიური რაღაც ურთიერთობა ჰქონდა და დიდი გეგმები ჰქონდა რაღაც ვალაგებდით, რომ როგორ ვითანამშრომლებთ და სად რა გამოფენას მოვაწყობთ და სად რა სემინარს და რაღაცას. როცა დაიწყო ეს ამბები. და ნუ როგორც კი დაიწყო, ეხლა ნუ ცხადია, რომ რაღაც კარგი ჯგუფი იყო ძალიან და სულ ამ უკრაინელებს გვერდში ვედექით. Facebook-ზე აღმოვაჩინე დევის პოსტი, რომ მოდითო და დავდგეთ რაღაცნაირად ხარი დაუჭიროთ. და ვუთხარი ამ ჩემ უკრაინელ მეგობრებს, რომ მოდი რაღაც და გავუხარდათ საშინლად, რომ ვიღაცა მართლა მათთვის მნიშვნელოვანი იყო ეს. და მივედით და დევი იდგა მარტო. პარლამენტის წინ პატარა დროშა ქონდა ესეთი უკრაინის და მარტო იდგა. და გავარდი მე რაღაც ბუშტები ვიყიდე, თელები და ლურჯი სულად მოუმზადებელები ვიყავით და თან პირდაპირ უშუალოდ სემინარის მერე გავედით და იმის მერე რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველ დღე დავდიოდით ხოლმე იქა, დავდგებოდით ცოტა ხანი. თუ არ ვცდები ბატონი დევი გავიცანი, 5 კაცი. დიდი რუიანის წინააღმდეგ აქციები იყო ევროპაში. და ბატონი დევი ჩამოსული იყო და 10 კაცი პროექტორი ჰქონდა და უშვებდით live streams რა ხდებოდა დიდი რუიანთა საწინააღმდეგო აქციას. 10 კაცი ვიდექით წვიმაში და გამლელებისთვის იყო სრული შოკი, იმიტომ რომ ვიდექით და უყურებდით ამ დიდი რუიანის აქციას და ხელში გვეჭირა რაღაც ის და აი არა გავს ამ ამბავს როცა მარტო იდგა ანუ ხო იცი რა არის სინამდვილეში ხო არა აქვს მნიშვნელობა რამდენი კაცი დგას. მოსკოვში მაგალითად აი ხა ბოლო აქციების დროს ერთი ქალი იყო რომელმაც გამოაცხადა Facebook-ზე აქცია. მე რომ მკითხო ეს ერთი ქალი იყო მთელ აი ამ ხალხში ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის. ის ჩეხეთის ამბებია ხო? ტანკები რომ მოდიან და ერთი კაცი ესეთი სურსათით დატვირთული რომ გადაჭრის აი ამ ტანკების წინ რო დგას ცნობილი ფოტო რო ჩეხეთში. ხო ეგ ბევრია ეგეთი რაღაცები ხო ეს ერთი ადამიანი რომელიც ამას ეწინააღმდეგება ეს ბევრია. But აი ახლანდელ აქციებზე ბოდიში რამდენად აქტიურია ასე ვთქვათ ქართული საზოგადოება და რამდენად უდგას მხარში არა მხოლოდ ტელევიზორის ეკრანებთან, არამედ ესე ქუჩაში გამოსვლით და იცით მე მგონია რომ საკმაოდ აქტიური აღმოჩნდა ბოლო-ბოლო. ეხლა ცხადია რომ მთელი ამ დროის განმავლობაში დღე და ღამე იქ დგომა არ გამოვიდოდა. თვითონ უკრაინაშიც დინამიკა ისეთი იყო რომ რაღაც პიკი იყო მე წავიდა ქვევით მე ისევ ეხლა შაბათს ალბათ იქნება ისე დიდი აქცია. მე მგონია რომ საკმაოდ აქტიური. 16000 მოწვევა ქონდა Facebook-ზე. აქედან 2500 მაკაცმა თქვა რომ მოვდივარ აქციაზე. ეს Facebook-ის კვალობაზე ძალიან ბევრია. ნუ მე სხვა რესურსი არ მქონდა მარტო Facebook-ით ვაკეთებდი ამას. მე უკვე ჩაერთნენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ამაში და ზოგადად ხო აი ალბათ ის მნიშვნელობაც საინტერესო იქნება რომ აღნიშნოთ თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას იგივე ქართული საზოგადოებისთვის რატომ უნდა ედგეს მხარში ასე არა მარტო უკრაინას არამედ ზოგადად ფასეულობებს. მე ვფიქრობ რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი თვითონ უკრაინაში რაც ხდება არის ძალიან კარგი მაგალითი რაც მე სულ ლაპარაკობდი რომ პოლიტიკა არსებობს სხვადასხვა დონეზე. ეხლა როგორც მოქალაქეს მე არ შემილია შევაფასო
არა მაქვს სათანადო ინფორმაცია, არ შემიძლია შევაფასო იქ თქვათ ეს ხელშეკრულებაში ზუსტად რა წერია, ეკონომიკისთვის რა შედეგებს გამოიღებს, ევროპის ინტერესები რა არის, რუსეთის ინტერესები. ეს ყველაფერი მე არ ვიცი. როგორც მოქალაქეს მაქვს ორიენტირი სხვა. და ეს ორიენტირი არის არა ეკონომიკური, არა თქვათ ხო, არა გეოპოლიტიკური, არამედ ეს არის ფასეულობითი ორიენტირები. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად ადგილი იყოს საზოგადოებაში იმისთვის, რომ მოქალაქემ, რიგითმა მოქალაქემ, რომელიც არ არის არანაირ, თქვათ, არ აქვს პროფესიონალური შეხება პოლიტიკასთან. არც თქვათ არასამთავრობო ორგანიზაციის დონეზეც კი. მაგრამ აქვს პოლიტიკური ფასეულობები. აი ამისი ადგილი უნდა არსებობდეს. უკრაინაში მოხდა ძალიან მაგარი რაღაცა, იმიტომ რომ ფაქტიურად ოპოზიცია აღმოჩნდა კუდში. თვითონ ხალხი იმდენად ძლიერად გამოვიდა, რომ ოპოზიცია ვეღარ ეწეოდა განვითარებას. ასევე სრული დაბნეულობა იყო იანუკოვიჩის ბანაკში. ასევე იყო თუ აკვირდებოდით ევროპაც დაიბნა საშინლად, იმიტომ რომ ამათ ჰქონდა თავისი ანგარიში ყველაფერი, რომ აი ხა ცოტა ხანი ისა მერე ისა პუტინს ცოტას დაუთმობთ, მერე აქეთ რაღაცა პუტინი და მოდი ცოტაში, ხო? ეს თელი ეს ანგარიშები აღმოჩნდა ფუჭი. იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ხალხის და ადამიანების ნების გამოხატულება, რომ მერე უკვე, როდესაც ეს აგორდა, როდესაც საერთაშორისო აქცია გაკეთდა, როდესაც რაღაც ბევრ ქალაქში იმდენად ზნეობრივად ძლიერი იყო ის, რაც უკრაინელებმა გააკეთეს, რომ უცებ ეს სრულიად ხო ევროპელი პოლიტიკოსები შეუძლებელია არ აღთოვანდი, როცა უყურებ თქვა უკრაინის კადრებს. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ვერ ქნეს რა, რომ აი რაღაც რეაგირება არ მოეხდინათ და ევროპარლამენტმა ისეთი რეზოლუცია გააკეთა სრულიად უპრეცედენტო. რასაც ევროპის პოლიტიკისგან არავინ არ მოველოდა. მაგრამ ოთარ რა მაინტერესებს? ანუ აქაც რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ითქვა რომ მე ვარ ქართველი, მას სადამ მე ვარ ევროპელი. თუმცა რა არის ეს ევროპული ფასეულობები? ჩემი აზრით მაინც ალბათ ბუნდოვანი შეხედულება გვაქვს ამის შესახებ. თქვენთვის აი პირადად რა არის ეს ევროპული ფასეულობები? ჩემთვის ეს არის, იცი რა, პირველ რიგში ეს არის არჩევანის შესაძლებლობა. არჩევანის შესაძლებლობა და ამ მხრივ თავისუფლება და მრავალფეროვნება. მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ხა მე რაღაცა ასე თუ ისე კულტურაში ვარ უფრო. და რო ვუყურებ, ხო, აი ჩემი ერთ-ერთი პირადი мотиваცია მე რო ვფიქრობდი რა იყო. იყო ის, რომ რაღაცნაირად მე ვცდილობ, რომ აი თქვა სტუდენტები მყავს რაღაც ვასწავლო, ხო რა პირველი რაც მომდის თავში ეს არის რომ შევახვედრო ისინი სხვა ადამიანებს. რომ რაღაცა ბევრი ვიღაცასთან კონდეთ ურთიერთობა, ბევრი წყაროდან აიღონ ინფორმაცია, ბევრი ვიღაცას შეხვდნენ. იმ ტოტალიტარულ სიტუაციაში, რასაც თქვენ არა და მე კი გავიზარდე, ხო? იქ რაღაცნაირად ყველაფერი იყო ნორმირებული და ცენტრალიზებული. ანუ მშვენიერი ხარისხის, მაგრამ ერთი. ანუ თქვენ თვლით, რომ თავისუფლება რაღაც უფრო გეოგრაფიული მცნება გამოდის დღესდღეობით, ვიდრე კულტურული, ანუ არ შეიძლება რომ სიტყვაზე ძალიან კარგია ეს ევროპისკენ სწრაფა, მაგრამ მხოლოდ თავისუფლების გამო ხომ არ ხდება ეს. თავისუფლების ძიება მხოლოდ ევროპაში ხდება, ანუ რაღაც ისეთი კი მე ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაცა მხრივ დასავლური კულტურის ეს არის დასავლური წარმონაქმნი არის. აი ეს ძალიან ინტენსიური მიმოწვა. მე საერთოდ ამაზეც ვფიქრობდი, რომ საქართველოსთვის ეს არის იყო მაშინ როცა საქართველო კულტურულად მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო იმის ხარჯზე, რომ იყო შესაყარზე სრულიად სხვადასხვა სპარსული, არაბული, ბიზანტიური მილიონი კულტურის გადაკვეთა ხდებოდა და აი გადახაშვა ამაში და ეს იყო საინტერესო. მე ესე ვფიქრობ რა და როდესაც ამაში ხარ ჩართული, მაშინ არის მნიშვნელოვანი ეს და მე ვფიქრობ, რომ უკრაინელების ერთ-ერთი мотиваცია, ეხლა შეიძლება ეს მე ჩემი იმიდან სამრეკლო დავუყურებ ამ ფაქტს. მაგრამ ეს мотиваცია ყველა მაგ სამრეკლოდან უყურებ. არჩევანის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. თუმცა რატო დაიკარგა ეს ბევრი კულტურა ახსენეთ და როგორ ფორმირდებოდა ქართული კულტურა თუ გავადევნებთ თვალს?
დღესდღეობით აი რატომ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, აი თუნდაც ტოლერანტობა. ჩვენ ვართ ტოლერანტიერი, ტოლერანტი არა ის ვართ. ანუ რეალურად რატომ მოხდა ეს? იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ჯერ ესეთი ჩვენ ძალიან დიდხანს ვიყავით, ასე ვთქვათ, საბჭოთა წნეხის ქვეშ. საბჭოთა სიტუაცია იყო ტოტალიტარული იყო. ტოტალიტარული იყო, ეს ნიშნავდა სწორედ იმას, რომ არსებობდა რაღაც ერთი შეხედულება და ამ შეხედულებას მიდან გადახვევა ითვლებოდა მტრობად პირდაპირ. ეს წამოყვა. ეხლა მე როცა საქართველოს დამოუკიდებელი შეიქმნა, აი ამ თავისუფლების ჩვევა დაიკარგა. და პრინციპში ისე არის, რომ მაინც მიჩვეულია უკვე თაობები არის მიჩვეული იმას, რომ ვიღაცამ უნდა მითხრას რა უნდა გააკეთო და მე ის გააკეთო. ეს აი სხვა პოლიტიკაში ტოტალიტარული აზრის სიმარტივე, რომ როცა მიგითითებენ, მარტივი არ ფიქრობ. მიგითითებენ იზავ, ხო, ეს არის რა. ეს ძალიან სამწუხარო არის. და მე იმედი მაქვს, რომ ეს შეიცვლება. სხვა შორის აი ამ აქციების ორგანიზების დროსაც მქონდა სულ ამაზე ლაპარაკი, რომ მაშინვე ისმოდა შეკითხვა, რომ აი თქვათ, რომელი პარტიის ორგანიზებულია ეს? ანუ საბოლოო ჯამში თვითონ ქართველები შინაგანად თანხმდებიან იმას, რომ მათი პირადი და კერძო, ასე ვთქვათ, გადასაწყვეტი ესეთი საკითხები არ არის. აი არის ვიღაცა ჯგუფი, რომელიც ესე თვლის და მე შენ გადაწყვეტ ან ამას ემხრობი, ან არ ემხრობი. ეს უკვე ძალიან კარგია, რომ რამდენიმე ჯგუფია და შეგიძლია ეს მაინც გადაწყვეტა. ხო? ის ემხრობი და ვის არა. მაგრამ ის რომ პირადი აზრი შეიძლება გქონდეს, ეს ისეთი ახალი ამბავია და მე მგონი ვითარდება და მიხარია, რა ვიცი. ეხლა მთავარია გაუძლო იმ ადამიანებმა, რომლებიც იქ არიან დღემდე, იმ სიცივეს და პირველ რიგში ალბათ მორალურად გაუძლო ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად მე აისახება ალბათ ჩვენზეც ესე მგონია და პირველ რიგში თავიანთ ქვეყანაზე და მე ალბათ უკვე რეზონანსი ალბათ. იცით რა, აი არ ვიცი, ეხლა მე მაგალითად ეხლა აი ბოლო ერთი კვირა დღე და ღამე ვიყავი ჩართული, ესეთი მიმოწერა მქონდა ამ ჩემ მეგობრებთან. და წერდნენ ყველა დეტალს, რაც იქ ხდებოდა ის, რომ ხალხი მართლა იყინება, რომ სხვა შორის ლვოველია ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც კოორდინაციას აკეთებდა ლვოვიდან, თავის მეგობრები იყვნენ, მთელი მისი ინსტიტუტის თანამშრომლები, ჩასულები იქა ღამის სათევად. და ამას ჰქონდა ეს ცხელი ხაზი, რომ თუ თქვათ და რაღაცა რომ ვინმეს აიყვანდნენ ან რაღაცა მოხდებოდა, მაშინვე ამას უნდა დაერეკა, იქ გამზადებული ყავდათ ადვოკატების გუნდი, რა ძალიან მაგრად ორგანიზებულები იყვნენ რა ესეთი. და ეს იყო აი პირადი ორგანიზება იყო რა ადამიანის. იმ დეტალებშიც გამოჩნდა ჩემი აზრით ოთარ, რომ აი როდესაც უფასოდ აჭამეს, Wi-Fi კოდები მოხსნეს აი ამ აქციების დროს, რომ სწორედ ეს ფასეულობებია ის რაც გაიძულებს ესე მოიქცეს. აი შუა ამ იმაში ღამის 3 საათს რო გული მისკდებაო ამ ბერკუტის იმებს რო უყურებ, რო უძრავად განა და იყინებიანო რა. ანუ ძალიან ძლიერი პოზიციაა ესა რა. და ნამდვილი პოლიტიკა არის ეს. ეხლა გაძლებას შეეხება რატო ყვები ამას. თქვენ რო ყოფილიყავით ესეთ მდგომარეობაში, აი წარმოიდგინეთ ხო, აი ცივად, უბედურებაა რაღაცა, მაგრამ ეს გზნობა გააქვს, რო სოლიდარობის გზნობა გააქვს. იფიქრებდით ამაზე რომ არა ან იმისი შეგეშინდებოდა და არა იმიტომ ეს მეორე და აქედან ჩანს რომ ვაი რა საშინელებაა ცივად და იქ ეს ზეიმია რაც თავარია უნდა შეინარჩუნონ ძალიან დიდი მადლობა ავთარ რომ იყავი ჩვენი სტუმარი და დიდი იმედი მაქვს რომ ეს ზეიმი გაგრძელდება და იმედი მაქვს რომ რეზონანსი საქართველოშიც ექნება ასე რომ ძალიან კარგი რამეა მე იმედი მაქვს რომ აუცილებელი სახელმწიფოსთვის დიდი მადლობა. დიდი მადლობა თავარი ადამიანებისთვის. ახლა კი რეკლამის დროა და ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს უკვე აი ფასეულობების შემქმნელებზე 90-იანებში მუსიკაზე. რო ეფინახავ. რო